მესალმები ჩვენს ერთგულ მაყურებელს, დიახ, ახლა მე ვიმყოფები საქართველოს ეროვნულ არქივში და ეს ჩემთვის არის ძალიან ამაღელვებელი, იმიტომ რომ აქ არის წარმოდგენილი, შეიძლება ითქვას ილია მეორის მთელი ცხოვრება, როგორც სასულიერო, ასევე საზოგადო და ასევე ეროვნული მოღვაწეობა და მოღვაწეობა, ასე რომ ვთქვათ, აქ არის ქრონოლოგიურად დალაგებული მისი ფოტოები, ასე რომ ვთქვათ, ბავშვობიდან დაწყებული აღსაყდრებამდე და პატრიარქობის პერიოდი და ამიტომაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა, ასევე ეს არის უნიკალური გამოფენა იმ კუთხითაც, რომ აქ არის წარმოდგენილი მისი შესამოსელი, რომელიც 1977 წელს ეცვა ინტრონიზაციის დღეს და მე ძალიან ემოციურად ვარ ახლა განწყობილი, იმიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა ჩვენთვის განსაკუთრებით ამ დღეებში. ჩემთან ერთად იმყოფება ქეთევან ასათიანი, რომელიც ამ გამოფენაზე უფრო ცვლად გვესაუბრება. ქალბატონო ქეთევან, გამარჯობა და დილომშვიდობისა. პირველ რიგში მადლობა ამ საოცარი გამოფენისთვის და მინდა პირველი კითხვა დავსვა იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ეს იდეა და როგორი იყო შეგროვების და მოგროვების პროცესი, იმიტომ რომ ხედავთ, რომ არის ძალიან ბევრი სურათი, ასე რომ ვთქვათ, ბევრი ნივთი, ხელნაწერი, ასე რომ ვთქვათ, დოკუმენტები. როგორ იყო ეს პროცესი, რო გითხრათ? დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დიდი მადლობა, რომ აშუქებთ ამ ღონისძიებას, იმიტომ ჩვენთვისაც ძალიან ამაღელვებელია, ნამდვილად ხვალ მოგეხსენება არის პატრიარქის 40 და ჩვენთვისაც ერთგვარი გამოთხოვების სახე აქვს ამას ყველაფერს. ის, რასაც თქვენ ახლა უყურებთ დარბაზში, თითქმის მთლიანად არის დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში ჩვენთან, არის ასევე ნაწილი შემოსული კერძო კოლექციებიდან, ოჯახებიდან და ნაწილი არის შემოტანილი ფოტოგრაფების მიერ. ძირითადი ნაწილი არის ეროვნული არქივისა. იდეა როგორ გაჩნდა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგვე გაჩნდა ეს იდეა, იმიტომ რომ ეს თითოეული ადამიანის საქართველოში სულად გასაგებია, რომ არის ადამიანის ისტორიით, არის ადამიანი, რომელსაც შექმნა მთელი ეპოქა და სწორედ ეს ქმნიდა ამ გამოფენის მთავარ სირთულეს, რომ შენ უნდა გააკეთო გამოფენა ისეთ ადამიანზე, რომელზედაც ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე დაკავშირებულია ყველა წუთი და ყველა წამი ჩვენს ქვეყანაში. როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, ძალიან რთული იყო და ამიტომ მთავარი იდეა იყო რა, რომ აქ იქნებოდა მისი შესამოსელი, რომლის ირგვლივაც იტრიალებდა მთელი კონცეფცია ამ გამოფენის და რაც თავარია იქნებოდა შესამოსელი, რომელიც მას ეცვა მისი აღსაყდრების, მისი ინტრონიზაციის დღეს 1977 წლის 25 აპრილს და მთელი შემდგომი პერიოდი მოგეხსენებათ, ეს ეპოქა ატარა, ასე თქვა, საკუთარი ზურგით და ამასთან დგევართ ახლა ჩვენ ამ წუთში, ამიტომ სწორბრძანებთ, ნამდვილად ძალიან ამაღელვებელია. ქალბატონო ქეთევან, ვახსენეთ კიდევაც, რომ აქ არის ქრონოლოგიურად დალაგებული მისი ბავშვობის პერიოდი, მე უკვე სასულიერო მოღვაწეობა და რო გითხრათ კიდევ რა თემები გაიშლება ამ საგამოფენო სივრცეში? ქრონოლოგიურადაც არის და თემატურადაც ცოტა ნარევია. მოგახსენებთ, ძალიან რთული მოსაწყობი გამოფენა იყო ადამიანის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მოსახლეობაში თითოეულ ადამიანს საკუთარი პატრიარქი ყავს და ყველას საკუთარი დამოკიდებულება აქვს. აქედან ეს მასალაც ითვალისწინებს აი სიჭრელეს. ამიტომ ქრონოლოგიურიც არის, შიგადაშიგ თემატურიც არის. არის მისი ბავშვობა და ახალგაზრდობა გასაგებია სულიდან, მაგრამ ჩვენი განსაკუთრებული თემა არის სხვა შორის მისი მოგზაურობები საქართველოში, მათ შორის მისი მოგზაურობა მაგალითად აფხაზეთში. არაჩვეულებრივი ფოტოები გვაქვს, მისი მსახურება ილორის საკათედრო ტაძარში, მისი მსახურება სოხუმის საკათედრო ტაძარში, როგორ ლოცავს მოსახლეობას, რა ურთიერთობა აქვს მათთან და ასე შემდეგ. მოგზაურობა მთელ საქართველოში, ხაზი უბრალოდ გავუსვი კონკრეტულად ამ შემთხვევაში აფხაზეთს და რაც თავარია განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ილორის ტაძარს, რომლის ფოტოები ჩვენ ისედაც იშვიათად გვაქვს ქვეყანაში სამწუხაროდ. მადლობა ქალბატონო ქეთევან და ბოლოს დავსვა ერთ კითხვას, რომ დავაზუსტოთ, რომ მაისის ბოლომდე იქნება ეს გამოფენა. გამოფენა იმას, რასაც თქვენ ახლა უყურებთ, ანუ სრულად იქნება ნამდვილად მაისის ბოლომდე, შემდეგ უკვე შევხედავთ, როგორ გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში დროის დათმობისთვის და ამ საოცარი გამოფენისთვის მართლაც. მე კი მაყურებელს ახლა შევახსენებ, რომელიც ახლა შემოგვიერთდა, რომ ეს საოცარი გამოფენა, რომელიც მთლიანად ეძღვნება ილია მეორის მაისის ბოლომდე იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში. მე დაგემშვიდობებით ახლა ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებ ყველას. ძალიან დიდი მადლობა მარიამ ამ ჩართვისთვის, დარწმუნებული ვარ. ძალიან ბევრ ადამიანს დააინტერესებს ამ გამოფენის ნახვა და ჩვენს მათ შორის დიდი პატივისცემით ვეწვევოდი. ნამდვილად და როგორც მარიამ აღნიშნა, ნამდვილად ძალიან ემოციური იქნება აი ამ ყველაფერთან ესე ახლოს შეხება.
ფოტოებთან ცალკე და იმ ნივთებთან და განსაკუთრებით იმ 60-თან, რომელიც სინქრონიზაციის რომელიც სინქრონიზაციის დროს ეცვა 1977 წელს.